ჰეი, გამარჯობა მეგობარო. მინდა გესაუბრო თუ როგორ უნდა გავაკეთოთ layout-ები HTML-ში, ოღონდ ეს იქნება მხოლოდ HTML ტეგებით აწყობილი მომზადებული layout-ი, რომელსაც შემდგომ უკვე მომავალში დავადებ სტილს და მოხდება ამ გვერდის გასტილვა, ხო? შეგვიძლია ორნაირად დავწეროთ, ერთი არის რომ ჩვეულებრივი ბლოკური ტეგები გამოვიყენოთ, როგორც არის div-ები, ან კიდე სემანტიკური HTML დავწეროთ და სპეციალური ტეგები გამოვიყენოთ, როგორც არის header-ი, article-ი, რაღაც footer-ი, sidebar-ი, nav-ი და ანუ ასე შემდეგ. შეგვიძლია ესე დავიწყოთ უბრალოდ div-ით გავაკეთოთ, მაგალითად header-ი, აგერ header-ი შეიქმნება, ესე მარტივად იწერება, წერტილს თუ დავწერთ და headers პირდაპირ კლასი შეიქმნება და div-ი იქნება კლასით header-ი. ეს div-ი არაფერი არ არის, ანუ არანაირი მახასიათებელი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ეს არის ბლოკური ტეგი და რაღაც ბლოკად არის შექმნილი საიტზე რა, ანუ ეს მხოლოდ ბლოკს წარმოადგენს, რომელშიც რაც არ უნდა ტეგები ჩავყაროთ, ნუ აი ეს იცვლის ზომას და გარედან ეკვრება და რასაც გავუწერთ headers, იმის მიხედვით უკვე შეიძლება ზომა თუ რა იქნება ამ კონტენტის მოცულობაში. მაგალითად, ამას თუ სიგანეს გაუზრდით, ეს მთლიანად div-ი დაიკავებს სიგანეს და იმ სიგანეში მოთავსდება უკვე ჩვენ მიერ ჩაწერილი ტეგები უკვე შიგნით. ეს არის ზოგადი პრინციპები, ახლა კი უბრალოდ გადავიდეთ layout-ზე. მაგალითად, header-ში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაც logo, ესეთი გავაკეთოთ მაგალითად menu და ასე შემდეგ div-ები ვწეროთ, მაგრამ უმჯობესი იქნება რომ უფრო ლოგიკურად ესე მარტივად გავაკეთოთ, რადგან image ისედაც logo-ა და header-ის შიგნით image-ია, ხო? მერე უკვე CSS-ში დაგვეხმარება რომ გავსტილოთ. კლას რაც შეეხება, კლასი თუ გვაქვს გაწერილი ამისთვის, ნებისმიერ ტეგს შეგვიძლია გავუწეროთ კლასი, ასევე შეგვიძლია ID-ც გავუწეროთ, ეს უკვე გვეხმარება იმისთვის, რომ ცუდობა მოვიპოვოთ კონკრეტულ ელემენტებზე, მაგალითად div-ზე, image-ზე, რომ მე ამ კლასის მიხედვით დავადოთ უკვე სტილები და დიზაინი გამოვიყვანოთ ჩვენ მიერ დაწერილი HTML-ისგან. შეგვიძლია ეს image-ი ავიღოთ, მაგალითად ეს პირობითად დავაწეროთ logo.png და იყოს ეს logos ნაწილი და აქ უკვე შეგვიძლია menu გავაკეთოთ. menu შეგვიძლია UL-ით და ლიებით გავაკეთოთ, რაც უფრო სტანდარტულია. ჩამონათვალში დავწეროთ a ტეგი და მერე a ტეგის შიგნით უკვე li გავუწეროთ და აქ უკვე გამოვარო დალინკული იქნება და აქ menu-ს სახელი უკვე მაგალითად ეს იქნება main-ი, აქ იქნება მაგალითად კონტაქტი, ტაქტი, about us-ი და ასე შემდეგ. აქ შეგვიძლია href attribute-ში უკვე დავლინკოთ main-ი, კონტაქტი და ასე შემდეგ. ეს არის სტანდარტული, მაგრამ მე გირჩევთ უფრო მარტივი არის nav text თუ გამოიყენებთ და a ტეგებს დავწერთ, ეს უბრალოდ დავაგდება ესე ჰორიზონტალურად და ავტომატურად menu გახდება. უბრალოდ რაც მოგიწევთ ის არის რომ a ტეგი გასტილოთ. თუ ჩამოსაშლელი menu არ გაქვთ და მარტივი menu გაქვთ, შეგიძლიათ nav ტეგით ესე მარტივად გააკეთოთ ხოლმე. ასევე შეგვიძლია search-ით დავამატოთ, მაგრამ აგერ input-იც გავუწეროთ, აგერ search-ი input type-ი და აქ search-ი გავუწეროთ, search და search-ი იქნება საიტი. ასევე შეგვიძლია გადავიდეთ აქ და უკვე გავაკეთოთ ბანერი, ხო ესე ვწერთ ხოლმე banners, მერე უკვე მოდის კონტეინერები რამდენიმე, ესე ვწერთ ხოლმე და ბოლოს მოდის უკვე footer-ი, ხო? მაგალითად შეგვიძლია slide-ი შევქმნათ აქ, ხო? slide-ი გავაკეთოთ საიტზე, ამ ნაწილში მერე slide-ი ავაწყოთ, სადაც ფოტოები ჩაიყრება და ასე შემდეგ და ბოლოში იქნება footer-ი. ესეთი layout-ია. footer-ში ანალოგიურად შეიძლება ჩაჯდეს უკვე აქ image ტეგი, სადაც იქნება logo და მერე ეს ზედანაწილში რაც გქონდა, რაღაც ნავიგაცია წავიღოთ, დამატებითი რაღაც ელემენტები ჩავსვათ, უკვე კონტაქტით გავუკეთოთ footer-ს. აი მაგალითად კიდევ ერთი div-ი გავაკეთოთ, რომელიც იქნება ქვედა ნაწილი, მაგალითად pre-footer-ი. ესეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ და ნუ ან ეს იყოს pre-footer-ი და ეს footer-ი იყოს. ნუ როგორც ჩვენ მოგესურვება, კლასებს ჩვენ თვითონ უწერთ, უბრალოდ basic სტრუქტურას გაცნობთ, თუ როგორ შეიძლება გაკეთდეს ეს სტრუქტურა და ამ footer-ში უკვე შეიძლება ჩაიწეროს რაღაც p-ტეგი, სადაც იქნება რომ რაღაც all აი ესეცნაირად შეიძლება გავაკეთოთ. და შემდგომ უკვე გადავალთ თვითონ კონტენტზე, აქ menu განმარტება, მაგალითად main-ი, contact, about us, gallery პირობითად ესე გავაკეთოთ. ამ კონტეინერში შეიძლება რამდენიმე პოსტი ჩავარდეს, აქ მაგალითად პოსტი იყოს, 3 პოსტი იყოს, სადაც აქ იქნება უკვე
ფიჩერები არის უკვე მაგალითად აქ წერია ხოლმე რაღაც აიკონებია ხოლმე და ტექსტებია ხოლმე საიტებზე ხშირად შევხვდებით და ეს იყოს ფიჩერები და სადაც აქ უკვე მე აიკონები ჩაჯდება აი ამ პოსტებში თითოეულ პოსტში იქნება რაღაც აიტეგი ხო ან ტექსტი წავა და ან იმეიჯი შეგვიძლია გავაკეთოთ და მე პიტეგი გავუწეროთ და თითოეული გამო უკვე აქ თუ ლორემს დავწერთ ავტომატურად ლორემის სუნი დაგენერირდება რა და რა ესე შეგვიძლია გადავამრავლოთ ეს ერთი კონტეინერი და აქ რამდენიმე კონტეინერი შეიძლება გქონდეს სხვადასხვა ლეიაუთებით აწყობილი და სხვადასხვა კონტენტით მაგალითად აქ შეიძლება უბრალოდ იმეიჯები გქონდეს სამიცალი ხო აქ შეგვიძლია უბრალოდ გავაკეთოთ იმეიჯი და გვერდზე გავაკეთოთ რაც call to action-ი გავაკეთოთ call to action-ი არის მაგალითად get in touch ხო საიტებზე არის ხოლმე ესე ქვენზე ნაწილში დიდი კონტეინერი სადაც წერია ხოლმე რომ აქ ფოტოა ხოლმე რაღაც და გვერდზე წერია რომ გთხოვთ რაღაც გამოიწერეთ და მე ნიუსები მისდით ხოლმე მეილზე და აქ შეიძლება გქონდეს რაღაც input type ბატონი იყოს და იმ ბატონს გქონდეს value რაღაც get in touch ხო მაგალითად ესეთი იყოს და იმეიჯი წავიდეს თუნდაც აი ამ კონტეინერის background-ზე მოერგოს ან roll მარცხნივ ეგდოს იმეიჯი ან ტექსტიც მივაყოლოთ ხო ესეთი რაღაცები შეიძლება რომ გავაკეთოთ საიტზე ესეთი layout მესამე კონტეინერზე ბოლო კონტეინერზე გადავიდეთ ბოლო კონტეინერში შეიძლება მაგალითად იყოს პარტნიორები სპონსორები და ასე შემდეგ შეგვიძლია ავდგეთ და ესეთი რაღაც გავაკეთოთ რომ პირობითად საიტზე წარმოვიდგინოთ რომ არის უბრალოდ იმეიჯების გრიდი ხო ესე იმეიჯები გავაკეთოთ აქაც 4 ცალი ადამიანი არის 4 ცალი კომპანია არის პირობითად ამ ვებსაიტის რაღაც ბიზნეს ვებსაიტის პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალის შეიძლება გავაკეთოთ და აქ ფოტოები გავუშვათ ფოტოებთან ერთად შეგვიძლია ტექსტები გავაკეთოთ და იგივენაირ შეიძლება სახე მიიღოთ როგორც არის პოსტები ხო და აქ პოსტ პარტნიორი იყოს ან უბრალოდ გავაკეთოთ ესეთი რაღაცა რომ კომენტარებს რო წერენ ხოლმე ადამიანები აი მაგალითად შეფასებებს რო აკეთებენ ხოლმე მაგის ტექსტი წამოვიღოთ, იმეიჯი წამოვიღოთ, იმეიჯი იქნება რაღაც გელა წერს, რომ ეს ხალხი არის რაღაც მე ამ ხალხთან მითანამშრომლე არიან, კარგები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რევიუებს რო აკეთება ხოლმე ტესტიმონიალებს, შეგვიძლია აი ამ კონტეინერში ჩავწეროთ. კონტეინერებს იმიტომ ვაწერ აქ, რომ ყველა კონტეინერი იქნება ესე გრიდად ჩამოწერილი, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის მთლიანად ვებსაიტი, აი ეს კუბიკი რაც არის და აი ეს ნაწილი სიცარიელია, აქეთ სიცარიელია და კონტეინერით არის გაწერილი, რომ აქეთ სიცარიელე იყოს და აქეთაც სიცარიელე. ანუ დაშორებები იყოს და ეს მთლიანი სიგანე რაც იქნება შუაში დალაგდება და ესე კონტეინერებად მოყვება შუაში იქნება ჩალაგებული, ხო? მაგალითებსაც შეგახედებთ ცოტა ხანში, მანამდე ჯერ ეს დავწეროთ და სათითაოს მაგალითს გაჩვენებთ. ხო, ტესტიმონიალში მოდი შეგვიძლია ავდგეთ და რაღაც person გავაკეთოთ და რამდენიმე ტიპი იქნება, სადაც მოდი ერთი ცალი გავაკეთოთ და მე დავაკოპიროთ, იმეიჯი იქნება, აქ იქნება მაგალითად h3, სადაც წავა მაგალითად გელა და აქ წავა უკვე review, ხო? და შეიძლება აიკონებით ჩავსვათ, ხო? რაღაც მაგალითად სამი ცალი აიკონი იყოს აიტეგით იყოს რამდენიმე სამი ცალი გვერდ დაწერილი აიკონი. ან კიდე სპანტეგი გამოვიყენოთ, ხშირად იყენებენ ხოლმე სპანტეგებსაც და ასევე გვაქვს ხოლმე ჩაოლებრივი იმეიჯის პატარა ლოგოებად შეგვიძლია ესე ჩავსვათ იმეიჯად და გვერდ დავალაგოთ თუ არ არის ისეთი ელემენტი, რომელსაც შეიძლება მაუსის მიტანისას რაღაც ფერი შეიცვალოს ან რაიმე მოხდეს, უბრალოდ ვარსკვლავების ფოტოები შეიძლება ჩავსვათ აქ. და ესეთნაირად შეიძლება შეიქმნას ერთი პერსონი და რამდენიმე ტიპი თუ იქნება, ესე გავორმაგებთ და მე უკვე შევცვლით დატას, ხო? იქნება რამდენიმე ადამიანის ჩამონათვალი. სლაიდერი იქნება ესეთი სლაიდზე შეიძლება გქონდეს preview და next ბატონი, ამიტომ input type ბატონი შეგვიძლია გავყან ბატონს ავიღებ და დავაწერებ previews და გავაკეთებ next გავაკეთებ, ხო? მე ამ სლაიდერში იქნება უკვე სლაიდი, ხო? წერტილი სლაიდი შეგვიძლია გავაკეთოთ. და რამდენიმე სლაიდი იქნება ჩამოწერილი და რამდენიმე სლაიდზე უკვე იქნება ეს ფოტოები და რაღაც შეიძლება ტექსტიც იყოს, შეიძლება უბრალოდ ფოტოები იყოს. ბოლოში შეიძლება გავაკეთოთ სპანებით რაღაც წერტილებივით იყოს რამე 3 წერტილი და პირობითად მაგალითად ეს რო გააქტიურდება
პირველი ფოტო იქნება, მაგრამ 4-ია, მოდი 4 ცალი იყოს, ეს რო გააქტიურებული ეს სლაიდი ჩანს, ეს რო გააქტიურებული ეს სლაიდი ჩანს პირობითად და ესეთნაირად შეიძლება გავაკეთოთ, ხო? ეს იქნება უბრალოდ layout-ი. ამის შიგნით უკვე მერე ჩაიწერება კონტენტი და დაედება უკვე ამას CSS-ი და შესაბამისად მოხდება გასტილვა. ფუტერი როგორც თქვი, იგივე იქნება რაც ზევიდან ნაწილში, აქ შეიძლება კიდევ ავამატოთ სოციალური ქსელები, მაგალითად social დავაწეროთ აქაც ანალოგიურად იმეიჯები წავა ჩვეულებრივად, რამდენიმე იმეიჯი შეიძლება ჩავსვათ, ან უბრალოდ დავდგეთ და წამოიღოთ აიკონები, ხო, აი ტეგით დავწეროთ და მერე ფონტავესომით წამოიღოთ აიკონები აქ შეგიძლიათ უკვე start for free, შეხვიდეთ საიტზე, ჩასვათ უკვე კოდი, აქედან JavaScript-ი მოყვება და ჩავსვათ, აი მაგალითად your kit-ში რო გადავდივართ, აი აქ ავტომატურად დაგენერებულია და ყველას უფასოდ შეიძლება შეხვდეთ ეს და ავტომატურად შეგიძლიათ ეს ადგეთ, აქ ჩასვათ, ის გადმოიტანოთ და მერე უკვე შესაძლებლობა გექნებათ საიტზე არსებული აიკონები გამოიყენოთ. აგერ search-ი გვაქვს, ჩავწერთ მაგალითად აი ეს house-ი იყოს ან Facebook-ი იყოს. ეს Facebook-ის აიკონი მინდა რომ მაგალითად საიტზე მქონდეს, ამას ვაკლიკებ და აი ამ ნაწილში შეგვიძლია რომ ჩავსვათ პირდაპირ ეს Facebook-ის აიკონი. რა თქმა უნდა, სხვა აიკონები შეგვიძლია ჩავსვათ და ესეთნაირად ბოლოში ნახეთ Facebook-ის აიკონი გამოჩნდება. ამას გავორმაგებ და პრეფუტერიც ესე დარჩება. დაახლოებით ესეთია layout-ი სემანტიკების გარეშე, ეხლა რაც შეეხება სემანტიკები თუ როგორ შეიძლება დავწეროთ. მოდი ამას წავშლი და თავიდან ავაწყობ დაახლოებით ესეც. თავიდან ბოლომდე ესეთი არ იქნება, მაგრამ მიგახვედრებ დაახლოებით როგორ უნდა დაიწეროს სემანტიკები. სემანტიკებში გვაქვს header tag-ი, იმის ნაცვლად რომ div-ის მაგივრად შეგვიძლია პირდაპირ header tag-ი დავწეროთ. header tag-ით შეგვიძლია გავაკეთოთ ნავის შემდეგ მერე დუელი, მერე დავწეროთ li და სემანტიკის მუღამი ის არის, რომ აი აქ რო header წერია, დახურვაშიც header წერია. div რო ყოფილიყო, აქ დახურვაში აუცილებლად div იქნება. ამიტომ ამის გარჩევა უფრო უკეთესია და keyword-ებიც უფრო განსხვავებულები იქნება, რომ აი header-ი და რაღაცა layout-ი კარგად არის გაწყობილი. გარდა ამისა, აქ შეგვიძლია ავდგეთ და article გავაკეთოთ, რამდენიმე article გავაკეთოთ კონტეინერების მაგივრად და კიდევ იყო როგორც მახსოვს, ხო, აქაც გვაქვს ფუტერი. აი ეს. ესეთი არის სემანტიკები. კიდევ გაიცნობით, არის online სემანტიკები, გააჩნია როგორ დაწერთ. ჩემი რჩევა უბრალოდ თუ ესე წერთ, ესე დაწერეთ, თუ div-ებით წერთ, div-ებით დაწერეთ. სემანტიკებზე შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ, სხვადასხვა ტეგები არსებობს სემანტიკა HTML-ს რო დასერჩავთ. და არის სემანტიკური ტეგები. აი, semantic elements და ესეთები არის სემანტიკური HTML-ის ტეგები. გაიცანით უკეთესად და მადლობა ყურადღებისთვის, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.